რადიო მაესტროს ეთერშია გადაცემა რადიოაქტიური ზონა თამარ გლონცთან ერთად. მოგესალმებით, უსმენთ რადიო მაესტროს ეთერშია გადაცემა რადიოაქტიური ზონა, სტუდიაში მუშაობს თამარ გლონტი და მოკლედ დღის მთავარი თემების შესახებ. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 3 კანდიდატი შეარჩია. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან განაცხადეს, ესენი არიან კობა გვენეტაძე, მაია მელიქიძე და გიორგი ბაქრაძე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის აღნიშნულ კანდიდატებს და ექსპერტთა მოსაზრებებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საქართველოს პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დღეს წარუდგენს. ტელეკომპანია მაესტროს მფლობელი მაკა ასათიანი ძმებ გაჩეჩილაძეებს ჯერ არ შეხვედრია, როგორც ასათიანი ჟურნალისტებთან აცხადებდა, ამ ეტაპზე უცნობია თუ როდის შედგება შეხვედრა, თუმცა ასათიანი მაესტროსთან მიმართებაში ბოლო დღეების განმავლობაში გაჩეჩილაძეების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი სავარაუდოდ არსებული ვითარების მსხვერპლნი არიან. ტელეკომპანიის მფლობელის თქმით, ის არც გამორიცხავს და არც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ შესაძლოა ამ პროცესების უკან ირაკლი რუხაძე იდგეს. ტელეკომპანია მაესტროს ყოფილი მეწილე გიორგი ებრალიძე ბაია გადაბაძეს სიცრუეში ადანაშაულებს, როგორც გიორგი ებრალიძემ ტელეკომპანია იმედს განუცხადა, ბრალდებები თითქოს ყოფილმა პარტნიორმა ლევან ჩიკვაიძემ და გიორგი ებრალიძემ წერილი გაუგზავნეს დანარჩენ პარტნიორებს, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ისინი აპირებდნენ საკუთარი წილების მესამე პირზე გაყიდვას და პარტნიორებს სთავაზობდნენ მათი წილები 2.5 მილიონად 3 დღეში ეყიდათ, არ შეესაბამება სიმართლეს. მე არაფერი მაკავშირებს იმ ადამიანებთან, მე მქონდა ურთიერთობა გია და ლევან გაჩეჩილაძეებთან. ქალბატონი ბაია ცრუობს. კარგი იქნება ჟურნალისტები იმ საბუთებს თუ გამოართმევთ და კარგად ჩაიხედავთ იქ. ყველაფერი გარკვევით წერია. წერია, რომ იქ ჩვენ 3 დღის ვადას კი არ ვაძლევთ შესყიდვაზე, არამედ ჩვენ ვაძლევთ 3 დღის ვადას მოფიქრებისთვის. 3 დღის განმავლობაში მათ უნდა ეთქვათ, აპირებდნენ თუ არა ამ ტიპის შესყიდვას. ამის შემდეგ ჩვენ ველოდებოდით 5 დღე და შემდეგ კიდევ დავუმატეთ და საბოლოოდ სადღაც 8 დღე გამოვიდა. ამ 3 დღის და 8 დღის განმავლობაში ჩვენ წინადადებაც კი არ მიგვიღია შესყიდვის შესახებ, განაცხადა გიორგი ებრალიძემ. დასტურდება, რომ ირაკლი რუხაძე ცდილობდა მაესტროს ხელში ჩაგდებას. ამის შესახებ მაესტროს ერთ-ერთმა პარტნიორმა ბაჩო კიკაბიძემ ტელეკომპანიაში მისვლისას ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტს გაეცნო და აღნიშნული შთაბეჭდილება დარჩა. დოკუმენტი მეცნახე, სადაც რუხაძე 7.5 მილიონს სთავაზობს მაესტროს სახელის სანაცვლოდ მაკა ასათიანს. დასტურდება, რომ იგი ცდილობდა მაესტროს ხელში ჩაგდებას. პირდაპირ ცდილობს გახდეს მფლობელი, განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ. მისი თქმით, ამას ადასტურებს ქრონოლოგიურად განვითარებული მოვლენები და ის დოკუმენტები, რომელიც არსებობს. რაც შეეხება მაესტრო 24-ს, ბაჩო კიკაბიძის თქმით, იგი მუშაობს ქსელის გაფართოების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გია გაჩეჩილაძესთან შეხვედრის დროს მაესტროში შექმნილი სიტუაციის შესახებ არ იცოდა, თორემ სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად შესაძლოა აღნიშნული შეხვედრისგან თავი შეეკავებინა. ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მაესტროს ირგვლივ განვითარებული მოვლენების და გია გაჩეჩილაძესთან მისი შეხვედრის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. პრემიერის თქმით, შეხვედრის თემა არა ტელევიზია, არამედ გიორგი გაჩეჩილაძეს ერთ-ერთი მეგობრის საკითხი იყო, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს პრობლემები შეექმნა. გიხაროდეთ, რომ საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომელიც არ ერევა თქვენს საქმეებში და როგორმე იქნებ თავად მიხედოთ საკუთარ პრობლემებს. ასე მიმართა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მაესტროს ჟურნალისტს ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას. ხიდაშელის თქმით, მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრსა და გია გაჩეჩილაძეს შორის შეხვედრა გაიმართა, მაესტროში განვითარებული მოვლენების შესახებ არავინ იცოდა.
დღეს გაიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა. სხდომის ნაწილი დახურულ რეჟიმში ჩატარდა. რამდენიმე წუთის წინ კი დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაუშვეს. დღის წესრიგის მიხედვით მთავარი საკითხი მოწმეთა დაკითხვის წესის ამოქმედება უნდა ყოფილიყო, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით განხილვის ყველაზე დაძაბული თემა სასამართლო გამოცდებთან დაკავშირებული სკანდალი და ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელის მიმართ დაწყებული შესაძლო დისციპლინარული გადაცდომის მოკვლევა იქნება. არი ფიქრობთ, რომ მთელი საბჭო მხოლოდ კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს. მთელი რიგი საკითხებიც გვაქვს, აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე. საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის თემას ეხმაურება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც. მამუკა ახვლედიანი თუ თვითონ აკეთებს განცხადებებს და ახმოვანებს იმ წარმოებას, რომელიც კონფიდენციალურია, ეს მისი უფლება. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ დაეყრდნოთ მის განცხადებებს ამ ეტაპზე, განაცხადა ნინო გვენეტაძე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მიმართ დისციპლინარული დევნის დაწყებას არასამთავრობო ორგანიზაციები უარყოფითად აფასებენ. მათი თქმით, ეს ქმედება დამატებით ეჭვს ბადებს. არასამთავრობო სექტორი ფიქრობს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცებმა დაადასტურა საკანონმდებლო ცვლილების საჭიროება. ამის ნით საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს. ისინი მოითხოვენ, შეჩერდეს იმ მუხლების მოქმედება, რომლის მიხედვითაც მოსამართლეების შერჩევა დანიშნას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახორციელებს. მე თვითონაც წინააღმდეგი ვიქნებოდი, რომ მაგისტრალური ინფრასტრუქტურა გასხვისდეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კავკასუს ონლაინსა და რუსულ კომპანია ვიმპელკომს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე კომენტირებისას განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის დავოსის ფორუმის ფარგლებში ვიმპელკომის წარმომადგენლებს შეხვდა და საუბარია კომპანიის მიერ საცალო სეგმენტის შესყიდვაზე და არა შავ ზღვაზე გამავალი ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის გასხვიზებაზე. ამ თემასთან დაკავშირებით რადიო მაესტროს გადაცემაში რადიოაქტიური ზონა რამდენიმე წუთში ისაუბრებს თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი. ის გვესაუბრება იმ დეტალებზე, რომლებზეც მათ დღეს პრესკონფერენციაზე გამახვილეს ყურადღება, თუმცა მანამდე დღის მთავარი თემები. მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახი გაიხსნა. სიტუაციური ოთახი ბრიტანული მოდელის ეგრეთ წოდებული კობრას მიხედვით შეიქმნა. ამავე დროს იგი მორგებულია ქართულ სპეციფიკას. ეროვნული სიტუაციური ოთახის გახსნას მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, ასევე მთავრობის წევრები, დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა. მათ შორის დიდი ბრიტანეთის მთავრობას და ექსპერტს სერ გარი ჯონსონს. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ პროექტი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს დაიწყო. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ თავის მხრივ აღნიშნა, რომ სიტუაციური ოთახი აღჭურვილია სრული პროგრამული უზრუნველყოფით, თუ იგი იქნება ქმედითი ინსტრუმენტი უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის მიმართულებით. და გაზპრომის საკითხი ისევ აქტუალურია. ამასთან დაკავშირებით ისაუბრა დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს საკითხი ამოწურულია, რადგან მისივე განცხადებით სტრატეგიულ მოლაპარაკებებზე საუბარი არ ყოფილა. ეს საკითხი ამოწურულია, იმიტომ რომ სტრატეგიულ მოლაპარაკებებზე საუბარი არ არის. საუბარი იყო წმინდა ტექნიკური ხასიათის პრობლემის აღმოფხვაზე. ამიტომ სრულიად უსაფუძვლოა ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციების გაგრძელება. აზერბაიჯანთან სტრატეგიული ურთიერთობები გვაქვს, სოკართან მნიშვნელოვანი ურთიერთობები და ამ ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება, განაცხადა კვირიკაშვილმა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი გიორგი კანდელაკი თბილისის აეროპორტის მხრიდან დღის რეისების 4 თვით გაუქმებასა და ღამის რეისების შეზღუდვაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს აკისრებს. როგორც კანდელაკი აღნიშნავს, თბილისის აეროპორტის ნახევრად გაჩერება ვიზიტორების რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას და ლარს დააზიანებს. მისივე თქმით, შექმნილი ვითარება კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ მთავრობას არ გააჩნია ეკონომიკური უკუსვლის შეჩერების არც უნარი და არც გეგმა.
და დღეს გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრებთ მედიკამენტების ფასზე, ხარისხზე და ზოგადად ამ მიმართულებით არსებულ ვითარებაზე ქართულ ბაზარზე. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი უწყების მოქმედ ხელმძღვანელს და სისტემას აკრიტიკებს. ზურაბ ჭიაბერაშვილი ბაზარზე წამლების ღირებულების თემაზე საუბრობს. მისი განმარტებით გარკვეულ შემთხვევებში წამლის დაბალი ფასის შესაძლოა მისმა დაბალმა ხარისხმა განაპირობოს. ჯანდაცვის მინისტრი ნაციონალურ მოძრაობას პასუხობს და აცხადებს, რომ მედიკამენტებზე ფასის კლება მათი ხარისხის გაუარესებას არ ნიშნავს, რადგან სახელმწიფოს ხარისხის კონტროლის მექანიზმები გააჩნია. ჩვენი სტრატეგია იყო და რჩება ორი რამ. პირველი, სწორედ ხარისხის კონტროლის სისტემის შექმნა და მეორე, ბაზარზე ისეთი პირობების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ახალი მოთამაშის შემოსვლას, ანუ კონკურენციის უზრუნველყოფას. ამ სტრატეგიამ უკვე შედეგები გამოიღო და უკვე ახალი მოთამაშე, ახალი კომპანია გამოჩნდა და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში მას სხვა მოთამაშეებიც მოყვებიან, აცხადებს დავით სერგეენკო. და რაც შეეხება ახალ მოთამაშეს. სახელმწიფოს კონკურენციის პირობების დარღვევაში კომპანია PSP-ს დამფუძნებელი და პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი ადანაშაულებს. ოქრიაშვილი ბაზარზე უცხოური ფარმაცევტული კომპანიის Humanity Georgia-ს შემოყვანას აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ ფარმაცევტულ კომპანიას სახელმწიფოს დახმარება არ სჭირდება. Humanity Georgia ქართულ ბაზარზე ოფიციალურად გასულ კვირას გამოჩნდა კომპანიის სტრატეგია ქვეყანაში ხელმისაწვდომი და IAF პირველადი მოხმარების 250-მდე დასახელების მედიკამენტის იმპორტია. უცხოურმა კომპანიამ საქართველოში ფარმაცევტული ქარხანა უნდა ააშენოს. პროექტის ღირებულება 130 მილიონი დოლარია, რომელშიც თანადაფინანსების სახით საპარტნიორო ფონდი 30 მილიონის ჩადებას აპირებს. Humanity Georgia-ს გენერალური დირექტორის მოადგილე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის ძმისშვილი გიორგი საგანელიძია. თემასთან დაკავშირებით რადიო მაესტროს ეთერში ისაუბრებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი. მოგესალმებით ბატონო ზურაბ, მადლობა იმისთვის, რომ პასუხობთ ჩვენ შეკითხვებს. მოგესალმებით. ბატონო ზურაბ, დღეს თქვენ ისაუბრეთ წამლების ფასზე და გააკრიტიკეთ ჯანდაცვის სამინისტრო. რა არის ამ კრიტიკის მიზეზი და როგორია ვითარება ბაზარზე ამ ეტაპზე? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით მსმენელს. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჯერ კიდევ 2013 წლის ოქტომბერში პირდებოდა საზოგადოებას, რომ მნიშვნელოვნად წამლის ხარისხის სისტემას. იგი აღნიშნავდა, რომ წამლის ხარისხის შემოწმების მოქმედი სისტემა არ იყო სრულყოფილი და იგი ამას გააუმჯობესებდა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისათვის, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე გაიყიდოს ხარისხიანი წამალი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი საზოგადოება უჩივის არაუბრალოდ გაძვირებულ მედიკამენტებს, არამედ იმასაც, რომ გაძვირებული მედიკამენტები ამავდროულად უხარისხოცაა და შესაბამისად ეს ნამდვილად არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ჯანდაცვის სამინისტროსათვის. იმავდროულად გავიგეთ, რომ ძალიან იაფად მნიშვნელოვანი ფასდაკლებით წამალს ინდოეთიდან შემოიტანს ახალი კომპანია Humanity Georgia. რა თქმა უნდა, ბაზარზე კონკურენციის გაზრდა არის მისასალმებელი, ეს თავიდანვე უნდა აღინიშნოს. მხოლოდ კონკურენცია უზრუნველყოფს იმას, რომ ფასები ესე უსაშველოდ არ იზრდებოდეს. იმავდროულად, თუ ფასის დაკლება მოხდება ხარისხის ხარჯზე, ეს კიდევ უფრო ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება, იმიტომ რომ გამოდის, რომ მაშინ პაციენტებს ჯანდაცვის სისტემა მკურნალობს უხარისხო წამლით, რაც არაუბრალოდ საზიანოა ჯანმრთელობისთვის, არამედ სახიფათოა. აი სწორედ ეს კითხვები დავწერთ ჩვენ, რომ თუ კი როგორც დავით სერგეენკომ 2 თვის წინ განაცხადა ქვეყანაში მან ვერ ააწყო წამლის ხარისხის კონტროლის მნიშვნელოვანი არსებითად გაუმჯობესებული სისტემა, როგორ აპირებს დაიცვას ჩვენი მოსახლეობა იმისგან, რომ Humanity Georgia-მ არ შემოიტანოს უხარისხო წამალი. ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა, რაც დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა შაბათს ბიზნეს კურიერში. კერძოდ მან აღნიშნა, რომ ესე იგი ინდური საწარმო, საიდანაც Humanity Georgia შემოაქვს წამლები, არ შედის იმ 500 საწარმო სიაში, რომლის ხარისხით, ასე ვთქვათ, მეტნაკლებად შემოწმებული და დადასტურებულია. ანუ მან გამოთქვა ეჭვი და ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ IAF წამალი შემოაქვს Humanity Georgia-ს ინდოეთიდან სწორედ იმის ხარჯზე, რომ უყუროთ უგულყოფილია ხარისხი და ასე
რამდენმა კომპანიამაც არ უნდა შემოიტანოს არსებითად მდგომარეობას ეს ვერ შეცვლის. ანუ ხარისხის მართვის მექანიზმი, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტრო საუბრობს, არ იქნება გარანტია იმისა და არ იქნება ქვეყანას ვალიდური ფილტრი, თუ რომელ წამალს დაუშვებს ან არ დაუშვებს სახელმწიფო ბაზარზე. აი თქვენ რო ნახოთ დავით სერგეენკოს დამცხადება 28 ნოემბერს 2015 წელს, ეს არის ზუსტად დაახლოებით 20 წინ. მას პირდაპირ აქვს გაცხადებული ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, რომ სამწუხაროდ არ აგვაქვს ხარისხის კონტროლის შემოწმების ეფექტური სისტემა. მან ეს სიტყვით ასე თქვა GDS-ის ეთერში. ახლა მე ძალიან მარტო იკითხავს, რომ თუ ის ამბობს, რომ არ აგვაქვს კონტროლის სისტემა, მაშინ ის ხარჯზე გვპირდება ის, რომ ის ხარჯზე უზრუნველყოფს, რომ Humanity Georgia-ს შემოტანილი წამალი იქნება ხარისხიანი და ამავდროულად იაფით. რა თქმა უნდა, ეს ყველას გვინდა, რომ ხარისხიანი წამალი გაცილებით იაფათში იყიდებოდეს საქართველოში, იმიტომ რომ ეკონომიკური სიდუხჭირე იმდენად დიდია, რომ ადამიანებს სამწიფო აუჩი. მაგრამ საუკეთესოდ ამას ხარისხიანი ჯანდაცვის მინისტრია ვერ უზრუნველყოფს. მაშინ რა გვჭირდება ხელს? მაშინ მას არა ის ვარაუდი, რაც გამოთქვა დეპუტატმა ოქრიაშვილმა. თუმცა მან ისიც აღნიშნა, რომ წინა წლებში მოქმედება პროგრამა, რომელიც თქვენ როგორც თქვით არ იყო ეფექტური, თუმცა პროგრამაში შედის გარკვეული ცვლილებები, რომელიც გააზრდის სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლს. იცნობთ თუ არა თქვენ ამ ცვლილებებს და როგორია თქვენი რეკომენდაციები საკითხთან დაკავშირებით? რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ მივიღოთ უკეთესი ვითარება ქართულ ბაზარზე? ზოგადად ჩვენ საქართველოს ჭირდება, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ყავდეს მომზადებული GMP სტანდარტების მცოდნე სპეციალისტები. ანუ ესენი იქნებიან სპეციალისტები, რომლებიც თვითონ სახელმწიფო მაკონტროლებლები, რომლებიც წამლის ხარისხს შეამოწმებენ არაუბრალოდ საქართველოში საბაჟოზე, ან საკონტროლო შესყიდვებით საქართველოში ფარმაცევტული ქსელში საკონტროლო შესყიდვებს ახორციელებენ. არამედ ამავდროულად სახელმწიფო გავლენს იმ საწარმოებში, საიდანაც შემომტანი იმპორტიორი კომპანიები ახდენენ წამლის შემოტანას საქართველოში, რათა სპეციალისტებმა ადგილზე შეამოწმონ წამლის ხარისხი ან იმ ინგრედიენტების ხარისხი, რომელიც საქართველოში შემოდის. სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ აი როგორც გითხარით, დავით სერგეენკო 2013 წლიდან გვპირდებოდა, რომ ის ასეთ სპეციალისტები მომზადდებოდა საქართველოში, დღეს ირკვევა, რომ ეს სპეციალისტები არ აყავს და ეხლა ერთი კვირის წინ მიიღო საქართველოს მთავრობამ შესაბამისი დადგენილება. ამ დროს Humanity Georgia უკვე ეწევა წამლის იმპორტს, როგორც თავად დავით სერგეენკომ განაცხადა. მარტივ კითხვას, თუ ქვეყანას და ჯანდაცვის სამინისტროს არ აყავს სპეციალისტები, რომ შეამოწმოს ასე წამლის ხარისხი. კიდევ ერთხელ რა გვაძლევს გარანტიას, რომ Humanity Georgia-ს შემოტანილი დაბალფასიანი წამალი ხარისხიანი. როგორ ფიქრობთ, Humanity Georgia საკითხზე მინდა დაგისვათ შეკითხვა. ნორმალურია თუ არა, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიას სახელმწიფო უწევს დახმარებას, შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ, რომ სახელმწიფო ეხმარება მას თუ მას აფინანსებს ის ორგანო, რომელიც აფინანსებს და როგორია თქვენი პოზიცია, ირღვევა თუ არა ამით ბაზარზე კონკურენციის პირობები? თავისთავად ძალიან ბევრ კითხვას პადებს ის ფაქტი, რომ სახელმწიფო გასცემს უზარმაზარ კრედიტს ერთ რომელიღაცა კომპანიაზე, მაშინ როდესაც ანუ მარტივად რო დავთვალოთ შეკითხვა, რატო ეს კომპანია და არა სხვა. თან ყველაზე დიდი პადებს ის, რომ Humanity გამოცდილების მქონე კომპანია, რომელსაც სხვა ქვეყნებშიც აქვს ანალოგიური ბიზნესი. მისმა წარმომადგენელმა შაბათ ბიზნეს კურიერში აღიარა, რომ პრაქტიკულად პირველად საქართველოში იწყებენ მოღვაწეობას და თან იწყებენ არა ისე, რომ თვითონ აკეთებენ რაიმე ინვესტირებას, არამედ სახელმწიფო აზრებს მათ კრედიტს. ანუ პრაქტიკულად სახელმწიფომ გამოძებნა ჯგუფი და მათ აძლევს ფულს, რომ ამ ადამიანებმა იშოვონ ფული, შვენი ფულის მეშვეობით. ანუ ეს რა კრედიტიც აიღოს, ხო? ეხლა ეს ჩემი აზრით საზოგადოების ინტერესის საგანი უნდა იყოს, ხომ არ არის აქ კორუფციული სქემა. მაგრამ არ დაწესებული ამ თემის კვლევა გაგრძელდება
მედიაში ჟურნალისტები დაინტერესდებიან და გაარკვევენ რის ხარჯზე მოხდა ეს. ერთი რამ ხარჯზე უცხადესია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2012 წლის ბოლოს დაანონსა, რომ ის აუცილებლად სთხოვდა თავის მეგობარს, ბიზნესმენ მაშკევიჩს, რომ შემოსულიყო ფარმაცევტულ ბაზარზე საქართველოში. ეს საჯარო განცხადება იყო ბიძინა ივანიშვილის, მაშკევიჩი ამის შემდეგ არაერთხელ იყო ჩამოსული და უცნაური დამთხევაა ის, რომ როდესაც ის 2014 წლის შემოდგომაზე იმყოფებოდა საქართველოში, მისი მასპინძელი იყო სწორედ დავით საგანელიძე, მაშინ დეპუტატი და ეხლა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი და სწორედ საპარტნიორო ფონდიდან გამოეყო ამ ჰუმანიტი ჯორჯიას ეს კრედიტი. ანუ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არის, შავი ლაქა არის ამ ისტორიაში. ანუ ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ რა თქმა უნდა ხარისხზე, იმიტომ რომ ეს გვაინტერესებს საბოლოო ჯამში ქართულ მომხმარებელს, ქართულ პაციენტს უნდა იაფი მედიკამენტები. ცხოვრება გაძვირდა, ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა არის ბიძინა ივანიშვილის თავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე, მაგრამ იმავდროულად, როდესაც გვინდა იაფი მედიკამენტი, გვინდა რომ ეს მედიკამენტი მკურნალობდეს, ანუ ხარისხიანი იყოს. ამაზე გავამახვილებთ დღეს ყურადღება, თუმცა თქვენ აბსოლუტურად მართალი დადებით, თვითონ ის თემა, როგორ მიიღო ფული ამ კომპანიამ, რატო არის ეს კომპანია 2015 წელს დარეგისტრირებული, რა კავშირები აქვს მას ბიძინა ივანიშვილთან და მის მეგობრებთან, რა საგანელიძე როგორ მონაწილეობს, ეს ჯერჯერობით პასუხგაუცემელი კითხვებია და დარწმუნებული ვარ, მუდმივად დაისწრება ჩვენ საზოგადოებაში. გასაგებია, მადლობა იმისთვის, რომ პასუხობდით ჩვენ შეკითხვებს. მე რადიო მაესტროს მსმენელს შევახსენებ, რომ პირდაპირ ეთერში თემასთან დაკავშირებით საუბრობდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი და მე საკითხთან დაკავშირებით გაგაცნობთ ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციასაც მედიკამენტების ხარისხის კონტროლი იზრდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ხმების დაწყებამდე განაცხადა, როგორც სერგენკომ აღნიშნა, სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტს განიხილავდნენ. ეს პროგრამა მოქმედებდა წინა წლებში, თუმცა პროგრამაში შედის გარკვეული ცვლილება, რომელიც გაზრდის სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლს, კერძოდ ის ითვალისწინებს არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ამ საკითხებში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ხარისხის გადამოწმებას. ხარისხის კონტროლი მოიცავს გრძელ ჯაჭვს და თუკი აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ საწარმოდან გამოშვებული ექსპორტით შემოტანილი მედიკამენტების ერთჯერადი კონტროლი, ამჯერად ეს იქნება მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს იმ ნედლეულის სერტიფიცირების შემოწმებას, რომელიც შედის საწარმოში და შემდგომ მედიკამენტად გადაიქცევა. თუკი აქამდე ხარისხის კონტროლი ხორციელდებოდა არჩევითად ადგილობრივ სამხარაულის სახელობის ლაბორატორიაში, რომელიც ამაში არ არის საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელი, წელს დაემატება მედიკამენტების ხარისხის საერთაშორისო ევროპულ ლაბორატორიებში გადამოწმება. განაცხადა დავით სერგენკომ, ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ჩვენ გადაცემაში მეორე თემაც გვაქვს, რომელთან დაკავშირებითაც ირაკლი ჩიქოვანი, თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ისაუბრებს. თემა კი შემდეგია. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის კომპანიებთან მიმდინარე მოლაპარაკებებში საფრთხეს ვერ ხედავს. მისი თქმით, მას მარეგულირებელ კომისიასთან და დავოსის ფორუმის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლებთანაც ჰქონდა შეხვედრა. პრემიერის განცხადებით, კომპანია საცალო კლიენტურის ბიზნესის შესყიდვას აპირებს და ის არაპირებს შავ ზღვაზე გამავალი ოპტიკურ ბოჭკოვანი ან სხვა მაგისტრალური ინფრასტრუქტურის შეძენას. თავისუფალი დემოკრატები კი კავკასუს ონლაინსა და ვიმპლკომს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების გამჭვირვალობას ითხოვენ. შესაბამის საკითხზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა გააკეთა. ჩვენ თავისუფალ დემოკრატებს გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებები მაგისტრალის გასხვისებასთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობდა. რუსული ვიმპლკომი შეხვდა პრემიერ-მინისტრსაც და პრაქტიკულად დასკვნით ფაზაში იყო შესული მოლაპარაკებები. გარდა ამისა, თავისუფალი დემოკრატები არ აკონკრეტებენ წყაროს, რომელმაც ვიმპლკომის მიერ ფოთი ვარნას ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის შესაძლო შეძენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა ამტკიცებენ, რომ მოლაპარაკებები კავკასუსსა და რუსულ ჰოლდინგს შორის აქტიურად მიმდინარეობდა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის განცხადებით კი ევროპასთან საქართველოს დამაკავშირებელი ფოთი ვარნას ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალური ხაზი რუსეთში დაფუძნებულ ჰოლდინგ ვიმპლკომზე არ გაიყიდება. როგორც ბატო აბაშიძემ განაცხადა, ეს საკითხი კომპანიას, რომელიც მაგისტრალზე ოპერირებს, დღის წესრიგში საერთოდ არ დაუყენებია. ვახტანგ აბაშიძის განცხადებით, კავკასუს ონლაინ იძულებულია, რომ თავისი საცალო მომსახურების სეგმენტი გაყიდოს, რადგან მას გარკვეული პრობლემები აქვს. მისი თქმით, საუბარია წლების განმავლობაში დაგროვილ ვალდებულებებზე, რომელთა გასტუმრებაც საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს კომპანიას. და ჩვენს ეთერში სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრებს თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მადლობა იმისთვის, რომ პასუხობთ ჩვენ შეკითხვებს. მოგესალმებით. 2016 წლის 11
მოგესალმებით. ბატონო ირაკლი, რა საფრთხეებზე გაამახვილეთ თქვენ დღეს ყურადღება ბრიფინგზე? რა რისკებზე უნდა იყოს მობილიზებული სახელმწიფო და რა მნიშვნელობა აქვს ამ ობიექტს, რომელზეც საუბარია? ეს არის მაგისტრალური არხი, რომლითაც ჩვენ ვიღებთ ინტერნეტს, ასევე ინტერნეტს იღებს რეგიონის რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის აზერბაიჯანი, საშუალო თვითონ რუსეთი და ასევე ირანი. ამიტომ ამას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და აქედან გამომდინარე ვთქვით, რომ ეს ინფრასტრუქტურა, სტრატეგიული ინფრასტრუქტურა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს დიდი კომპანიის გამგებლობაში, რომელზეც სახელმწიფოს არ ექნება ზეგავლენა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის კომპანიებთან მიმდინარე მოლაპარაკებებში საფრთხებს ვერ ხედავს. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი? შეიძლება იყოს სახელმწიფო პოლიტიკა, საკითხისადმი მიდგომა თუ ინფორმაციის ნაკლებობა? რასთან მოლაპარაკების საკითხი ბოდიში? ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმპელკომზე ვკითხულობ. პრემიერმა განაცხადა, რომ დიახ, პრემიერის განცხადება და ის რაც ოფიციალურად არის დღეს მარეგულირებულ კომისიაში განსახილველად წარდგენილი, არის საცალო სერვისის გაყიდვის საკითხი, ანუ საცალო მომსახურების, რომელიც კავკასიის ონლაინზე გააჩნია. ჩვენთვის ეს არ წარმოადგენს არანაირ ინტერესის სფეროს, ეს არის ორ კომპანიას შორის გარიგება, რომელიც სერვისებს ეხება. აქედან გამომდინარე, არავითარ შემთხვევაში ჩვენ ინტერესი არ არის, რომ რაიმე ფორმით ზეგავლენა მოვახდინოთ ამ გადაწყვეტილებაზე, თუმცა ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები არაოფიციალურად ჯერ მარეგულირებელი კომისიისთვის არ მიუმართავთ იმისათვის რომ მოხდეს მაგისტრალური კაბელის გასხვისება. პრემიერ-მინისტრის პოზიცია რომ ისიც წინააღმდეგი იქნებოდა აღნიშნული ინფრასტრუქტურის გადაცემისთვის მისასალმებელია და მე იმეც ვიტოვებ რომ ზუსტად ანალოგიური პოზიცია ექნება აბსოლუტურად ყველას ამ სახელმწიფოში. ჩვენი მიზანი ზუსტად ეს არის რომ უმაღლესი თანამდებობის პირებმა ჩვენ მათ მიმართავთ პირდაპირ პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს რომ აღნიშნული საკითხი ჩართულიყვნენ, მოეკითხათ და მიღებული ყოფილიყო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებელი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. ბატონო ირაკლი, საინტერესოა სახელმწიფოში არსებობს თუ არა ეფექტური მექანიზმი, რომელიც აი სტრატეგიულ ობიექტებს იწევს და თქვენ ამბობთ, რომ ეს ხაზით სტრატეგიული მნიშვნელობისაა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვის. რა არის გარანტია, რომ ეს ობიექტი არ გაიყიდება? ეს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის რა არის გარანტია, რომ ეს არ გაიყიდება ეს ობიექტი, ეს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებაა? რა თქმა უნდა, მარეგულირებელი კომისია იღებს გადაწყვეტილებას თითოეული ესეთი სტრატეგიული მნიშვნელობის და ლიმიტირებული სიკეთეების, ასე ვთქვათ, გასხვისებასთან დაკავშირებით და მათთან დაკავშირებულ კომერციულ საქმიანობაზე. ამიტომ აღნიშნული საკითხი თუ იქნება დაყენებული კომისიაში, მან უნდა მიიღოს ნეგატიური გადაწყვეტილება. ეს არის ჩვენი პოზიცია, მაგრამ ჩვენ ზუსტად იმისათვის მიმართეთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციას და მიმედი გვაქვს, რომ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური სპექტრი წარმოადგენს და ასევე ყველა პატრიოტი მოქალაქე მიხვდება, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვეღევით არც ერთი კომპანიის საქმიანობაში ეს ჩვენ ინტერესს არ წარმოადგენს, მაგრამ ჩვენ ინტერესს წარმოადგენს, რომ ეს ინფრასტრუქტურა იყოს საქართველოს გამგებლობაში. ბატონო ირაკლი, დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მოლაპარაკებები იყო დასკვნით ფაზაში და საბოლოო შეთანხმება იგეგმებოდა სტამბოლში. როგორია თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ამ ეტაპზე? მოლაპარაკებები შეწყვეტილია თუ არა? ეს არის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გავავრცელეთ ჯერჯერობით მოლაპარაკების შეწყვეტის თაობაზე. მე ინფორმაცია არ გამაჩნია. და კიდევ ერთი შეკითხვა უბრალოდ ჩვენი მსმენელისთვის რომ გასაგები იყო. საუბარი იყო კომპანიის მიერ საცალო სეგმენტის შესყიდვაზე და არა შავ ზღვაზე გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გასხვისებაზეო. ამას ამბობდა პრემიერი. როგორ ფიქრობთ? ანუ საცალო სეგმენტის შესყიდვაც საფრთხეებს შეიცავს თუ მხოლოდ მოლაპარაკებები საცალო შესყიდვებს არ ეხებოდა მხოლოდ ამ საკითხს? ეს ინფორმაცია, რომელიც არსებობს მარეგულირებელ კომისიაში, საუბარი არის მხოლოდ საცალო შესყიდვებზე. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ არ ვერევით, ეს არ წარმოადგენს თავისუფალი დემოკრატების ინტერესის სფეროს. მარტივად, იმიტომ რომ ეს არის ბიზნეს ურთიერთობები და ბიზნეს ურთიერთობებში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეროვნული პოლიტიკის წარმომადგენელი პოლიტიკოსი. გასაგებია. მადლობა იმისთვის, რომ პასუხობდით ჩვენ შეკითხვებს. მე რადიო მაესტროს მსმენელს შევახსენებ, რომ პირდაპირ ეთერში საუბრობდა თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი. ამით გადაცემის პირველი ნაწილი დასრულებულია. ჩვენ პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით და ჩვენ შემოგვიერთდება არასამთავრობო სექტორი. საიას წარმომადგენელი ისაუბრებს ჩვენს ეთერში იმ კვლევაზე, რომელიც ორგანიზაციამ ჩაატარა. დღეს კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. დოკუმენტი ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირის სტატუსსა და იმუნიტეტს ეხება. პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში ბრუნდებით. დროებით.